ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი. ასე შესანიშნავ გარემოში ვარ. ამ ქვეყანაში ლეგენდები ცხოვრობენ. დავიწყო? საინტერესო ეს არის პროცესია. როცა ეს არ არის, არაფერი არ არის მაშინ. ტრადიცია გადადის საუკუნიდან საუკუნეში. ესაა ჩვენი ისტორია, ეს არის ჩვენი გენეზისი. შენ ხარ ნაწილი უზარმაზარი ცივილიზებული სამყაროს. იმედი რომ კულტურა ყველაზე დიდ ავტოგრაფს ტოვებს კაცობრიობის ცნობიერებაზე. უნდა გიყვარდეს შენი საქმე. განწყობა უნდა კონდეს რომ იმღერო. ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ გააკეთო შენი საქმე. ეს არის არისტოკრატიზმის სავსე გადაცემა. ეს არ არის ძველმოდური მართლა. აი ეს არის თანამედროვე. ადამიანები მოდიან სიყვარულით ჩვენს გადაცემას. სიყვარულს ყავლი არ გაზდის არც სიცოცხლეში და არც სიცოცხლეში. ამ ადამიანების გარეშე ეს არ გამოვიდა და ქვეყანას უმასპინძლებ, რომელსაც საქართველო ქვია. იუმორი იყო ყველგან და ყველაფერში. ჩემი ასაკი ის ადამიანებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. გამოვიდა ის, რაც გვინდოდა რომ გამოსულიყო. მინდა რომ ეს გადაცემა გრძელდებოდეს სულ. დღეს მე დავინახე რომ ქართული საზოგადოების სიტყვა ისმენდა. ამას ვაგრძელებთ ახლა. აი ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ეთერშია გადაცემა ავტოგრაფი მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ. ეს განსაკუთრებულად მუსიკალური იქნება ჩვენი გადაცემა, რადგან ეს ეპიზოდი ეძღვნება სრულიად გამორჩეულ, რაღაც თვითმყოფადობით და საოცარი სისავსით მნიშვნელოვან კომპოზიტორს, რომელიც ახლა სტუდიაში შემოგბრძანდება. ქალბატონი ლილიკო ნემსაძე. ლილიკო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად გადაცემაში, განსაკუთრებულად სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა. ტრადიციული კითხვა გვაქვს ყველა მოსულ სტუმარს ერთი და იგივეს ვეკითხებით. რა ხდება ახალი და კარგი თქვენს შემოქმედებაში? ჩემს შემოქმედებაში რამდენიმე პროექტი არის მიზნად დასახული მაქვს, რომელიც ცოტა განსხვავებული ჩემი შემოქმედებისგან და აუცილებლად მინდა რომ ეს განვახორციელო. ერთი არის საგუნდო მუსიკის კონცერტი და მეორე სიმებიანი კვარტეტისთვის შექმნილი ნაწარმოების კონცერტი. აი ესეთი გეგმები მაქვს და ვნახოთ. ანუ ცოტა ხანი საესტრადო მუსიკა გვერდზე დატოვეთ. ცოტა ხანი კი, უფრო ისედაც ძალიან დიდ დროს უთმობ და მინდა რომ გქონდათ არაჩვეულებრივი კონცერტი, ამაზე უნდა მოგვიანებით კითხავთ, მანამდე ბავშვობის დაბეჭდილებაზე მინდა შეგეკითხოთ. ალბათ რაღაც ემოცია, რაღაც მოსმენილი აქცენტი შეიძლება იყოს განსაზღვრელი მომავალში პროფესიის არჩევისა. აი, პირველად როდის ეზიარეთ მუსიკას? აი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ოჯახიდან იწყება და მე რომ ის გარემო არა, სადაც ვიზრდებოდი მშობლებისგან მუსიკის ესეთი დიდი სიყვარული. როცა მესმოდა პიეტრო მასკანის, ასევე პუჩინის, როსინის ოპერები, ასევე ნეაპოლიტანური სიმღერები, ქართული ხალხური სიმღერები, იქ შეუძლებელია რომ არ შეგიყვარდეს, არ დაინტერესდე და არ დაისახო მიზნად, რომ შენც რაღაცა ამ სამყაროში უნდა შეაბიჯო და რაღაც პატარა შექმნა და გააკეთო. ლილიკო, მე ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გადაწყვეტე, რომ ეს ყველაფერი პროფესიულ განათლებად გექცია და ჯერ მუსიკალური სკოლის სწავლის პერიოდი, მე უკვე კონსერვატორია. კონსერვატორიაში ჩაბარების შემდეგ, ანუ დამთავრების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ სწავლა განმეგრძო ისევ, ოღონდ საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რადგან საგუნდო სადირიჟორო დავამთავრე და აქ ძალიან დიდი ეს იყო, რა ქვია, ჩემს პედაგოგებს ჰქონდათ ასევე ბატონ სოსოკე ჭაყმაძე, დიდ სოსოკე ჭაყმაძეს ჰქონდა სურვილი, რომ თავიდან თვითონ მეუბნეოდა, რომ თუ გინდა, ნუ ჩააბარებო, არაუშავსო, მაგრამ მე უკვე ჩააბარე, როცა ინტენსიურად დავიწყე უკვე საგუნდო ნაწარმოებების შექმნა, ჰქონდა ეს სურვილი, რა თქმა უნდა და შემდეგ ნოდარ მამისაშვილსაც ასევე ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მე კიდევ განვაგრძე სწავლა და საბოლოოდ გოგა შავერზაშვილმა მითხრა, რომ რაღაც უცდი, ჩააბარე, თუ სურვილი გაქვს და ამდენი წელი გაიყვანე უკვე და მეც ეს სურვილი ავიხდინე. ჩავაბარე იტალიაში, ქალაქ ლუკაში, ეს ლუკა არის პუჩინის ქალაქი და კონსერვატორიაში, ბოკერინის სახელობის კონსერვატორიაში და დავამთავრე წარმატებით კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი მაგისტრატურა. და ეს აი ორი
ესე ვთქვათ, ორ დიპლომიანი. დიახ, და ეხა კიდევ ვსწავლობ. უკვე ალბათ დოქტორანტურაში. დოქტორანტურაში, დიახ, ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, უნივერსიტეტში, ანთროპოლოგიის გახართ. ესეთი. შვენიერი, რაც ალბათ კიდევ უფრო საინტერესო მუსიკალური ნაწარმოებების წარმოჩინების შესაძლებლობას მოგცემს უკვე სხვა კუთხით. ალბათ აქ ნოდარ მამისაშვილმაც დიდი გავლენა იქონია, იმიტომ რომ ის აი ბოლომდე საოცარი სიღრმის ადამიანი იყო და დიახ. როგორც მეცნიერი ძალიან დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა ჩვენ საუბრობდით არა მარტო მუსიკაზე, არამედ ზოგადად ძალიან რაღაცა სასწაული პიროვნება იყო, რაღაც საოცარი უნარების პატრონი ადამიანი, სიღრმის და დიდი მადლობა რომ ჩემ ცხოვრებაში გადაიკვეთა გზა და შემხვდა ეს ბომბერაზე ადამიანი. კომპოზიტორზე რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, ალბათ მაინც ჯობია რომ მუსიკას მოусმინოთ და მოდით ახლა თქვენს პირველ მუსიკალურ ნაწარმოებს დაუთმოთ დრო. მიყვარხარ მეტი რა გითხრა მიყვარხარ გული გამიტება მიყვარხარ სხვა რა მითხრა ხედავს სულიც ამიხდა ვერ შევძელი უშენობა ვერ შევძელი შენთან ყოფნას ვერ ასონდე შეველები გიყურებდა შენ ღიმილი შეიცვალე მინდოდა და მე სამიდომ შეგიყვარე მინდოდა და მე სამიდომ შეგიყვარე დაბრუნდი გული ამას გთხოვს დაბრუნდი ფიქში დამათოს დაბრუნდი ნუთუა ჩვენი საფულის საღამო მინდოდა და შენზე ფიქში გავათენე თეთრი მთვარე მოლოდიში დავაბერე გული ჩემი დღეს უსიტყვოდ ავაბერე ჩემი წრემლიციდან წვიმა გავაჩერე ჩემი წრემლიციდან წვიმა გავაჩერე მიყვარხარ მეტი რა გითხრა თქვენს კარიერას რო გადავხედოთ, იღბლიანი ხელოვანი ხართ, ხო? ესეთი პედაგოგები, მე ესეთი მომღერლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, მოინდომეს, რომ მათ რეპერტუარში ყოფილიყო თქვენი სიმღერები. ერთ-ერთი პირველი წარმატება იყო ქართული ხმები, ხო ასეა? დიახ, მაგრამ ქართულ ხმებამდე იყო რამდენიმე ჩვენთვის უსაყვარლესი მომღერალი, რომელთანაც ზუსტად ერთ პერიოდში დავიწყე ესე ვთქვათ, მაშინ ცოტა ისე სითამამე მაკლდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემმა სიმღერებმა ალბათ საბეჭდილება მოახდინა, რომ იმღერეს ჩემი ნაწარმოებები. თუმცა პირველი კონცერტი შემოქმედებით საღამო მქონდა 94 წელს გრიბოედოვის თეატრში, სადაც ესე წარვადგინეს ჩემი 20 თუ 25 სიმღერა, იქ ბავშვთა ანსამბლი იყო, ასევე დიდი შემსრულებლები, მომღერლები, მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას და ეს იყო პირველი თამამი კონცერტი, რომელიც შედგა ესეთი სტუდენტობის პერიოდში ჩემი შემოქმედებითი საღამო. შემდეგ იყო 2000 წლიდან უკვე წამოვიდა ეს სიმღერები, რაღაცა ძალიან დიდი სისწრაფით და რაღაცა ესეთი ტემპი იყო, ვიდეო რგოლები უკეთდებოდა სიმღერებზე.
ანუ ვერც დაждდებოდი ისე რომ დაგესვენა ან რაღაცა ეხლა შევაკეთებ პაუზას არ სულ შეკვეთა იყო დიახ სულ რაღაცა შემოქმედებითი ურთიერთობა მომღერლებთან სტუდიასთან სანო სტუდიაში ვიყავი დღეთაღამე იქ იწერებოდა სიმღერები და აი 2000 წლის შემდეგ 2004 წელს ქართული სული ფესტივალი ჩატარდა ფილარმონიაში სადაც 3 თუ 4 დღიან საკონცერტო პროგრამაში ჩაჯდა ჩემი ერთ-ერთი დღე იყო ჩემი კონცერტი შემოქმედებითი საღამო მართლაც დაუვიწყარი რადგან ყველა მომღერალი იღებდა მონაწილეობას ამ კონცერტზე და ზურა ჩხაიძეს დაარსებული ფესტივალი იყო ეს ქართული სული და მადლობა ზურას რომ ესეთი ის მომეცა საშუალება რომ ეს კონცერტი ჩატარებული იყო. რაც შეეხება ქართულ ხმებს, ქართული ხმების და ჩემი შეხვედრა, როგორც დიდი ანსამბლი, დიდი ქართული ხმების და ასევე პატარების მოხდა 90-იან წლებში. ახალი შექმნილი იყო ანსამბლი უნივერსიტეტი ერქვა მაშინ ქართულ ხმებს და ასევე დიდი ქართული ხმები ბატონი რობერტ გოგოლაშვილთან შეხვედრა მოხდა ჩემი და ამასაც ძალიან დიდი გავიხსენებ სიყვარულით რომ ისე მიმიღო რომ მე რაღაცა დიდი სტიმული მომცა როგორც შემოქმედს როგორც კომპოზიტორს ბატონმა რობერტმა შენო ესე მითხრა მწვანე გაქო ანთებულიო აღარც მკითხო უკვე არაფერი ისე თავიდან შეიძლება რომ ეს სიმღერა რო გავაკეთე არასოდეს აღარ მკითხო რაც გინდა როგორც გინდა ისე გააკეთე ჩემს ანსამბლებთანო და ჩვენი შეხვედრა იყო ესეთი ანსამბლი უნივერსიტეტი რამდენიმე სიმღერა ძალიან ჩქარიტებით ჩავწერეთ უცბად ბევრი ერთი 4-5 სიმღერა მე კიდევ და კიდევ ემატებოდა რა თქმა უნდა და რა ვიცი იქიდან მოყოლებული დღემდე ესე მეგობრობთ და ეხლა ცოტა კი რაღაც ზარმაცობ რას თუ ასე შეიძლება დავარქვათ რაღაც პაუზა გავაკეთე ახალი სიმღერა აღარ დამიწერია მათთვის მაგრამ ისეთი გასაახლებელი გვაქვს ეს ძველი სიმღერები რომ ჯობს ჯერ ისევ იმათ მივხედოთ რადგან დავიწყებულია ცოტა და მინდა რომ გავაცოცხლოთ კი გრძელდება ჩვენი გადაცემა და ახლა სტუდიაში ერთი არაჩვეულებრივი მუსიკოსი ქალბატონი ნათი აზარაშვილი უნდა მოვიწყოთ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენთან სტუმრად და რომ მოგვიყვეთ თქვენი შეფასებით კომპოზიტორი და მოქალაქე ლილიკო ნემსაძე. ძალიან მიხარია რომ ისევ თქვენთან ვარ. მე მოკლე ექსკურს გავაკეთებ ჩვენ ურთიერთობა საკმაოდ ესეთი ღრმა ფესვები აქვს და იწყება ჩვენი მშობლებისგან ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. და მას შემდეგ მე და ლილიკომ ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გავაგრძელეთ მათი ურთიერთობა, რაც ჩვენ ძალიან მჭიდრო მეგობრობაში გადაიზარდა და ჩვენი ოჯახები ძალიან გულშემატკივრობდნენ ერთმანეთს და ასე ვართ ჩვენს. მე გარდა იმისა, რომ მეგობარი ვარ ლილიკოსი, ასევე ვარ მისი დიდი გულშემატკივარი. და ისიც მინდა ვთქვა, რომ აი მასთან მეგობრობის გარდა მაკავშირებს შემოქმედებითი ურთიერთობაც და ყოველი მისი ნაწარმოების დაკვრა ისეთ სიამოვნებას მანიჭებს, რომ ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ადამიანი მეგობარიც არის და როგორც შემოქმედიც ძალიან აი რაღაცნაირად აზროვნების ტიპის თითქოს ცოტა ერთნაირი გვაქვს და ეს ძალიან მახარებს. შესაბამისად ჩვენ აი კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ძალიან დიდი გულშემატკივრები ვართ ლილიკოსი და ესე იყო ყოველთვის. როგორც კომპოზიტორს, აი რა გამოარჩევს მას? რა ხელწერის თავისებურება აქვს ისეთი, რის გამოც ჩვენთვის ძვირფასია მის შემოქმედება? პირველ რიგში ინდივიდუალიზმი რასაკვირველია და აი ლილიკოს სიმღერას გამოარჩევ ყოველთვის ყველასგან, იმიტომ რომ ძალიან ინტელექტუალური მუსიკა, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს საესტრადო სიმღერას ეხება, მის საგუნდო შემოქმედებას თუ კამერულს, ეს მისი სიღრმე და ინტელექტი ყოველთვის ჩანს და ინდივიდუალიზმი რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს ძალიან დასაფასებელია. თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს, ახლა ერთი იტალიელი მუსიკოსი ჩაგვერთვება ეთერში. Buongiorno a tutti. მოგესალმებით ყველას. მე ვარ მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ალდო მაცანტინი.
ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ლილიზე, რომელიც ლუიჯი ბოკერინის სახელობის კონსერვატორიაში გავიცანი. ლილიმ კონსერვატორია ბრწყინვალედ დაასრულა. ჩემი აზრით ის შესანიშნავი მუსიკოსი და კომპოზიტორია. იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ გარკვეული მიმართულებით ვითანამშრომლებთ. ყოველივე საუკეთესო მინდა უსურვო ლილის. მოდით კიდევ ერთ მუსიკალურ ნომერს მოусვინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ გადაცემა. ამოდი მზეო ამოდი მალე ნუ დაიქციანე იქნებ შენ მაინც გაგანდო რაც გულში სევდა ტრიანებს განავაღებაჭო ხერი სიმღერით ვირჩე იარებს ამოდი მზეო ამოდი ხრუბევო გადაიარე შაცნელი ყოფილა თურმე გასავლელად გზა საწუთი სოფლისა სუქსუკ ანაბრუნებს სოქს კიდევ წაიყვანსა მემოუპლისა ვინ დაენანებს ვინ გაიხარებს ვის სიტყვა სიტყვის მართავს ვისაც აიყვანს საწუთი სოფლისა ამოდი ამოდი გამითები დღე ცაგამინათებს ვინ გაიმანებს ვინ გაიხარებს ვის სიტყვა სიტყვის მართავს ვისაც აიყვანს საწუთი სოფლისა ამაღამ სევდიან ფიქს და ვემალები შენ დაგელოდები მზეო ამაღამ თისერზე მეც შენთან დავდგები სინათლით ამავსეო ამოდი ამოდი საგამინათებს ვინ გაიმანებს ვინ გაიხარებს ვის სიტყვა სიტყვის მართავს ვისაც აიყვანს საწუთი სოფლისა ამაღამ სევდიან ფიქს და ვემალები შენ დაგელოდები მზეო ამაღამ თის წვერზე მეც შენთან დავდგები სინათლით ამავსეო ამაღამ სევდიან ფიქს და ვემალები შენ დაგელოდები მზეო ამაღამ თის წვერზე მეც შენთან დავდგები სინათლით ამავსეო ამაღამ თის წვერზე მეც შენთან დავდგები სინათლით ამავსეო ლილიკო, ხშირად კომპოზიტორები ამბობენ ხოლმე, აი რაღაცას რომ წერ უკვე ჩამესმის კონკრეტული მომღერლის ხმა, ზოგი ამბობს რომ მარტო ერთი მომღერლის ხმა ჩამესმის და ჯერ იმასთან მიმაქვს. თქვენთვის აი ყოფილა ესე როცა რაღაცას კონკრეტულად დაგიწერია. რა თქმა უნდა, სულ ყოველთვის მიზან მიმართულად მომღერლისთვის, ვისთვისაც წერ. და ყოველთვის არის ისე რომ ვიცი რა უნდა რა მოუხდება, როგორი ხასიათი აქვს და იმას ვაკეთებ ზუსტად მე მგონი რა ვიცი, ჯერ არ შემცდარვარ ხო, იშვიათად რომ აი რაღაც ვერ ავწდე ვერ მოირგოს. ხო, ვერ მოირგოს კი. ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ მომღერალი, რომლის მოსმენაც განსაკუთრებულად სასიამოვნოა და სტუმრობაც ასეთივე სიამოვნება. ქალბატონი მაია ჯაბუა.
მაია, პირველ რიგში მადლობა, რომ მოხვედით. ლილიკო ნემსაძე, კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე. რა განმასხვავებელი თვისება აქვს მის შემოქმედებას, რომლის გამოც თქვენთვის სასიამოვნოა მისი სიმღერის შესრულება? პირველის ყოვლისა გამოვარჩევდი მელოდიას, გამოვარჩევდი და რაც შემთთვის ძალიან მნიშვნელოვანია გემოვნებას. და თვითონ ლილიკოს პიროვნებას, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში პირადად ესეა, რომ ცალკე შემოქმედება და ცალკე ხელოვანი ჩემთვის არ არსებობს. ყველაფერი ერთად მინდა, მისი პიროვნებაც, მისი ხასიათიც, თვისებები და მინდა რომ მიყვარდეს, გარდა იმისა, რომ მომწონს მისი სიმღერა და მინდა რომ მასთან ერთად ვიმუშაო. სურვილი მაქვს, მინდა რომ კიდე სიამოვნებდეს როგორც პიროვნებასთან ურთიერთობა და აი ეს ყველაფერი აქვს ლილიკოს. საოცარი სიმშვიდე, საოცარი აი რაღაცა. გავს მისი სიმღერები მას. ძალიან გავს, ძალიან ეს რაღაც იდუმალი სიჩუმე, მის ხასიათს, მის სიმღერას და აი ამ სიჩუმესთან ერთად აი ეს კონტრასტი ჩნდება, სადაც აღმოაჩენ, რომ ეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი კომპოზიტორი, ნიჭიერი ქალი და რომელიც სრულიად სხვადასხვა ჟანრში ერთნაირად საინტერესოა და რა ვიცი, ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერება, როცა არ ახარ რაღაც კონკრეტულად ერთ ჟანრში არ ხარ მოქცეული და შეგიძლია იგივე ის ხალხური გამოიყენო, იგივე გუნდი, საგუნდო ნაწარმოების შექმნა, კლასიკური შექმნა, ეს ძალიან რომანსი ცალკე ხო, საოცარი მართლა ძალიან ნიჭიერი გოგონაა, ჩვენი ლილიკო ძალიან მიყვარს. და მართლა აი კომფორტულად გრძნობ მასთან თავს. არ არის მე ახლა ბევრ ახასიათებს რაღაც თავისებური სიჯიუტე აქვს ზოგს. არა, ლილიკო არის საოცრად დამთმობი, მოსმენა იცის შემსრულებელს, უსმენს და პირიქით მაქსიმალურად კომფორტში გამყოფებს და გიწყობს ხელს. აი შენ როგორ იხდენ, შენ როგორ გსიამოვნებს, როგორ გემღერება და ეს არის უდიდესი კომფორტი მომღერლისთვის და ამიტომ რა ვიცი, ჩემთვის არის ლილიკო არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, არაჩვეულებრივი ადამიანი და მასთან მუშაობა არის ძალიან დიდი კომფორტი. მუსიკის მცოდნე მაია ჯაბუა, კი ბატონო. მოდით კიდევ ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს მოусმინოთ და შემდეგ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი შემოგბრძანდება სტუდიაში. ამასამბობენ თუშები Oh. 'Cause 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 '
თუშები ჩამოგვითოვნა თანიო თორა დიდი ბრალია სიკვდილი გაიხნისაო ზემან გაიგო იწყინა ვასლავი ჩამოსდისაო სიხეო შიშის გაგანებს კარიო ჩაიცვი ჯაჭვის პერანგია მანათებმარიო შიშხელან თუშის შვილები თოფისთვის უჩასალიო Აბჯარიდა სამოვენ თუშები ლილიკო სულ ცოტა ხნის წინ იყო თქვენი სოლო კონცერტი. ძალიან ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი. რა გვიამბოთ ამ კონცერტზე? ცოტა რთული იყო, რა თქმა უნდა, ამ სიმღერების თავ მოყრა, შემდეგ მომღერლებთან რეპეტიციები ყოველდღე, რა თქმა უნდა, ნიკას ძალიან დიდი მადლობა ნიკვაშვილს, რომ გამიკეთა არაჩვეულებრივი ვერსიები ამ სიმღერის. ნეკასების კვერაძე იყო ჩართული, რეჟისორი გვანცა მეფარიშვილი იყო და მოკლედ რაღაცა შეიკრა, ასე ვთქვათ, კონცერტი, თავის პროგრამა, ის სიმღერები იყო, რითაც დავიწყე ჩემი შემოქმედება, რომელიც მაშინ ცნობილი იყო და ცოტა ახალი ვერსიების შემოგთავაზა მაესტრო ნიკამ. რა ვიცი, მე მგონი საღამო კარგად ჩაიარა, რა თქმა უნდა, მაკლდა მუსიკალური ნომრები, მინდოდა უფრო მეტი რომანსი ყოფილიყო, მინდოდა ეგ სხვა რაღაცა ჟანრი, საგუნდო სიმღერებიც დამაკლდა, ცოტა იყო 2-3, მაგრამ ეხლა რომ წეღან ვახსენე, რომ აუცილებლად მაქვს პროექტში სადაც მხოლოდ კლასიკური ნაწარმოებები იქნება, ხო? დიახ. ეს იქნება მუსიკა კვარტეტისთვის და საგუნდო საღამო სალკე მარტო გუნდებისთვის შექმნილი ნაწარმოებები. ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ, მსმენელი კიდევ უფრო სხვა კუთხით გაგიცნობთ ან დაგინახავთ როგორც კომპოზიტორს. ქალბატონი მაია ჯორჯაძე უნდა მოვიწვიოთ ახლა სტუდიაში. მაია პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ლილიკოზე ვსაუბრობთ. რითია გამორჩეული და განსაკუთრებული თქვენ? დავიწყებ იმით, რომ ძალიან ერთგულია და ძალიან კარგი მეგობარი. აი, მაგალითად ყოფილა ესე თბილისობა და გიოს დაურეკია, რომ აუ ლილიკო მიშველე რა არ მინდა ძველი სიმღერის 15 წუთში თავის ტექსტიან, თავის სიმღერიანად არა, მართლა წუთში არა, მაგრამ მალე, ძალიან მალე, მეორე დღეს, მეორე საათს ნახევარში. მართლა, ნუ აი, არ ვიცი მე რა და აი ცნობილი სიმღერას გვიანს მუხამბაზი როა და სიმღერას გვიანს. არაჩვეულებრივი. და კიდევ მინდა ვთქვა, რომ ლილიკოს მარტო სიმღერები არ აქვს და მე ხა ლილიკოსი ისეთი ანუ პარტიტურებს წერს, რაც მე ძალიან გაკვირვებული, ანუ სასიამოვნოდ ხო გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ეგეთი, მე თვითონ და სხვა ჟანრშიც, ანუ საგუნდოში აი ხა გიო ახსენა და გიოს ინტონაცია იმდენად თბილისური იყო, რომ აი გიოს ნამღერის სიმღერები მე სხვისი შესრულებით რომ მომისმენი, აი თითქოს წინასწარ კრახია, იმიტომ რომ
ის ინტონაცია მას უხდებოდა. ალბათ აქ კომპოზიტორს რაღაცა განცდა ყველა მომღერლის, რომ აი ეს კონკრეტული მომღერალი მისი ხმის თანაზე არის. როგორც თქვა მაია ჯაბუა და დათო ევგენიძის მთელი ეს ციკლი, რაც მაიასთვის არის გაკეთებული და ასე უამრავი, ხო? აი, მაინც შენი აზრით ყველაზე ახლოს შენთან რომელი მომღერალია, რომელსაც ყველაზე მეტი უმღერია შენ? აი, ეხა მაიაც აქ არის და რას ვიტყვიცით, რომ ეს თაობა ჩემთვის არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ზუსტად ისე, როგორც მე დავწერე სიმღერა, ზუსტად ისე გადმოსცეს, ისე შეაყვარეს ხალხს, ისე გახდა ეს სიმღერები პოპულარული და თანაბარი ის მოხდა ამ შემთხვევაში სიმღერა რო გახდა წარმატებული, რა თქმა უნდა, მომღერლის და სიმღერის ერთობლივი დამსახურება იყო და გამოვყოფ ამ თაობას, ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი მისთვის, რომ ესე მომიწია შემოქმედება ამ არაჩვეულებრივ მომღერლებთან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღესაც რო ისმის 25 წლის წინ დაწერილი სიმღერა მათი დამსახურება არის. ჩვენს გადაცემას აქვს ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ვიხსენებთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომელიც ამ სფეროს ან ჩვენი მთავარი სტუმრის რაღაც ნაწილია და მე ვიცი თქვენთვის რა ძვირფასი იყო და პედაგოგი ბატონი სოსო კეჭაყმაძე და როდესაც ბატონი სოსო სრულიად ახალგაზრდა იყო, გამოცხადებულა კონკურსი, უნდა შექმნილიყო მუსიკალური ნაწარმოები ბარათაშვილის პოეზიაზე. ამ დროს ოთარ თაქთაქიშვილი არის მინისტრი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე და თაქთაქიშვილმაც მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. სრულიად ახალგაზრდა 21-22 წლის სოსო კეჭაყმაძე არის ჟიურის თავმჯდომარე. ჩააბარეს მუსიკალურ საზოგადოებას საკონკურსო ვერსიები, კეჭაყმაძე არის ჟიურის თავმჯდომარე და გამოცხადდა მოკლე ნუსხა გამარჯვებულებისა. პირველ ადგილზე გავიდა მილორავა, მეორე ადგილზე გავიდა თაქთაქიშვილი და მესამე ადგილზე გავიდა ჩიმაკაძე. თაქთაქიშვილი მინისტრი გადაირია, რომ როგორ გავიდა მეორე ადგილზე მისი ნაწარმოები დარეკა დილით მუსიკალურ საზოგადოებაში, ვინ არისო ჟიურის თავმჯდომარე, კეჭაყმაძე ახალგაზრდა. ერთიო მოვიდესო ხვალოდ და სამივე ნაწარმოების ნოტები მოიტანოსო. ნუ წარმოიდგინეთ ახლა ბატონი სოსოს ხელვა, რომ ხდება თაქთაქიშვილს პირველად მის კაბინეტში თან აი ესეთ უხერხულ სიტუაციაში და მომეციო, მე დაგიკრავთ ორივე არაჩვეულებრივად ნოტები და არ მინდა მე თვითონ დაუკრავ თაქთაქიშვილს უთქვამს დაუდია ჯერ ერთი ნაწარმოები დაუკრავს, მერე მეორე, მერე თავისი დაფიქრებულა და უთქვამს ოჩახშე სწორი გადაწყვეტილება მიგიღე. აი იმ დღიდან დანიშნა თაქთაქიშვილმა კეჭაყმაძე კულტურის სამინისტროში ნაწარმოებების შესყიდვის მიმართულების ხელმძღვანელად. აი მრავალი ათეული წელი მუშაობდა ბატონი სოსო კულტურის სამინისტროში და ყველა ავტორის ნაწარმოებებს ყიდულობდა გარდა ორი ავტორისა. ეს იყო თაქთაქიშვილი და ეს იყო კეჭაყმაძე, რომ ვინმეს რამე არ ეთქვას. აი ესეთი ღირსების ადამიანი იყო ბატონი სოსო. და მეორე როდესაც გამოცხადდა კონკურსი, რომ ახალი ჰიმნი უნდა შექმნილიყო, არ იყო გვარები მითითებული, ანონიმური კონკურსი იყო და ნომერებით ხდებოდა ხო, ფარული კონკურსი იყო და ბატონმა სოსომ შეიტანა მე მგონი 12 ვერსია. და რო გაცხრილეს და დარჩა 2 და გაირკვა რომ ორივე არის სოსოსი. ერთი თავად ბატონი სოსოსი ორიგინალური ვერსია და მეორე უკვე ეს დღევანდელი ჰიმნი ფალიაშვილის. და აი ქნა ისეთი რამე ბატონმა სოსომ, რასაც ალბათ სხვა არ იზავდა. მოხსნა საკუთარი ორიგინალური ვერსია და დატოვა ფალიაშვილის. და მან თქვა რომ მე მირჩევნია 100 წლის წინანდელი ნაწარმოები იყო საქართველოს ჰიმნი, რაც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მუსიკალური ისტორიის ხანგრძლივობას, ვიდრე ჩემი. მე კი უბრალოდ დამწერეთ როგორც დამუშავების ავტორიო და როდესაც ჰონორარი უნდა აეღო იმ გაჭირებულ ყოფაში და ჰონორარი იყო 20,000 ლარი, სოსოს უთქვამს რომ მე ჩემ სამშობლოს ჰიმნში ფულს ვერ გამოვართმეო და ფული არ აუღია. ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ ეპიზოდი ბატონ სოსო კეჭაყმაძეს. შენ ჩემი თავი მოგიკვდეს, სალამი დაგიგვიანე. იოსებ კეჭაყმაძის ქუთაისურის სერენადა რომ გაისმება ხოლმე დარბაზში, ყველა ერთად ვგრძნობთ, რომ მუსიკა მართლაც ღვთისენაა. დასასრულს მაყურებელი კვლავ სუნთქვა შეკრული და სულგანაბულია. და ამ ბრწყინვალე, სრულიად განსაკუთრებული ჰანგის ტყვეობაში კიდევ რამდენიმე წუთს რჩება. ასეთია იოსებ კეჭაყმაძის მუსიკა, ამაღლებული, მოზომილი და მოგრძალებული, გამორჩეულად კულტურული, ისეთი, როგორც თავად ავტორი იყო.
საგუნდო მუსიკის დიდოსტატი ჯერ კიდევ აკრძალვის წლებში საგალობლებს ქმნიდა, რომლებსაც დღემდე გალობენ ჩვენს ტაძრებში. წერდა მუსიკას ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებზე და ისეთივე ნატიფს და ემოციურად შესატყვის, როგორიც ამ დიდი ავტორების ტექსტებია. ბგერისა და გრძნობის სიღრმე, რომელიც არც ერთი კომპოზიტორის შემოქმედებაში არ აგერევა, არის იოსებ კეჭაყმაძის მუსიკის მთავარი ნიშანი, რომელიც დიდი ხანია უკვე გაცდა ქართული ხელოვნების საზღვრებს. მოდით ახლა კიდევ ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს მოусმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ლილიკო წეგან საუბარში ესეთი რაღაც თქვით რომ აი ქართულ ხმებისთვისო დიდი ხანი არაფერი დამიწერია, მაგრამ ჯერ ძველ ვერსიებს დავამუშავებთ და მერე დავწერ ახალსო. აი მგონია რომ დღევანდელ თანამედროვე ქართულ სამუსიკო ყოფაში აი ეს დრო დგას. ჯერ ძველი ვერსიების დამუშავების და მერე ახლის დაწერის. აი რა ქვია იმ ყოფას, რაც ახლა ჩვენში ხდება, რომ ყველა მიმართულების მომღერალი აი ამ ძველი სიმღერების ახალ ვერსიებს ქმნის. ხან უარეს, მაგრამ ზოგჯერ უკეთესაც. და ცოტა ახალი მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოები იქნება. თუ იქნება და ჩვენამდე არ მოდის. აი, რო გითხრათ, რა სიტუაციაა ამ სფეროში? რა ვიცი, მე მომწონს, რომ ახალგაზრდები არიან დაინტერესებულები ამ ძველი სიმღერებით და გვთავაზობენ სხვადასხვა ვერსიებს, აი, გიოს სიმღერებიც რამდენიმე ახალი ვერსია გაკეთდა კონცერტისთვის და რა ვიცი, მე მივესალმები, მიხარია რომ ასეა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ ახალი დაიწეროს და შეიქმნას უფრო ღირებული, მაგრამ რა ვიცი, ალბათ კარგს ნიშნავს, ალბათ. ახალი იქნება კიდევაც ალბათ, ხო? იქნება, კი, და ალბათ ახალი სიმღერების დრო მერე შემდეგ რაღაცა პერიოდი უნდა გავიდეს, რომ მოვიდეს
კარგ სიმღერებზე ვიძახი მე, რომელიც პროფესიულად გამორჩეულია და არა ისეთი, რომელიცაც რაღაც 2 დღიანი და 3 დღიანი სიმღერა არ არის. მაია წლევანდელი წელი რაღაცა ისია რომ დაახლოებით 7-8 დიდი კომპოზიტორის 100 წლის საიუბილეო თარიღია. ხო რაღაც ესე იგი ერთი თაობა მოვიდნენ ისინი რომელმაც რაღაცა მნიშვნელოვანი ხელწერა შექმნეს. და ყველა თაობას იგივე ჩვენი ძვირფასი ქალი კომპოზიტორები რომლებიც დაახლოებით ერთი თაობა კი არის ცოტა სხვაობა, მაგრამ ნუ ერთი ესთეტიკით მოვიდნენ. ხო აი და მერე უკვე ეს თაობა, რომლებმაც აი კაცების პროფესიაში ჯერ წინა თაობამ იმარჯვა და უკვე ქალბატონებმა, ხო და ქალები უფრო მძლავრად არიან, მე მგონი ამ საკომპოზიტორო მიმართულებით. თუ ეს უბრალოდ ასე ჩანს და არა, იმდენად ესეთი გამორჩეული კომპოზიტორები ბრძანდებიან ქალბატონები, რა თქმა უნდა, რომ მე ვფიქრობ, რომ არაფრით არ დაუდეს ტოლი მამაკაც კომპოზიტორებს ძალიან, ну ესენი ვფიქრობ, რომ რაოდენობით ცოტანი არიან ქალბატონები, მაგრამ თავისი შემოქმედებით ძალიან დიდი შემოქმედება აქვთ, ძალიან და ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აი ყველას თავის ხელწერა აქვს და არაპროფესიონალი მსმენელიც კი იმ წამს ვეხვდება ეს რომელი კომპოზიტორის სიმღერაა და ნუ რამხელა ბედნიერება, როცა ასეთი დიდი კომპოზიტორების მერე მოდის ახალი თაობა და თავის ადგილს ნიშნავს და თვითყოფადობას ამას ვიძახი, რომ ეს არის მართლა ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ისეთი ნიჭიერი კომპოზიტორი ჩნდება, ისეთი დიდი ნიჭიერი მომღერალი ჩნდება, რომელიც თავის ადგილს იკავებს, თავის სახელი და გვარი მოაქვს, თავის სიმღერა მოაქვს, თავის ნამღერი მოაქვს, რომ არავის არ გავს და იცი რა, ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ არ მოხდა წყვეტა. აი არიან ეს ქალბატონებიც დიდხანს ვუსურვებ მათ ჯანმრთელად ყოფნას, მაგრამ აი უცბად მოვიდნენ ეს ახალი თაობის გოგონები, რომლებმაც საოცარი, სრულიად ახალი სიმღერა მოიტანეს ქართულ ესტრადაზე. აი სრულიად ახალი, რომ გეგონა, რომ ნუ აი რაღა უნდა ვიმღერო, ეს ისეთი პატრიოტული, რაღაც ლირიული, რომანსი ყველა და ამათმა სრულიად სხვა სიმღერა მოიტანეს. ვინ გამიქარავებს დაც შემოდგომის ზედნება ძამძამებს ეფარება და ახალ სიყვარულს ემალება ვინ გამინათებს ქსებს მტკვარი წრემლივით შერება მაგრამ თუ გულიც გებს უნდა გაექცევეს თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებს თბილისის მზეს და როგორც თოლია გავხლები მდგას არ მოგაცილებთ თავს ჩემსავით ვინგეთ ვისხვა რომ ისევ მიყვარხარ ზეცაში მიდიან ნაცნობი ქუჩები ბაღებში ისევ ბულბულის ტვენს თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებს ეს თბილისის მზეს ვინ გამიფენებს დღეს ძველი ქალაქი ხრება მაგრამ თუ გულით უნდა გაექცევეს თბილსა და საყვარელს თუ გულით ატარებს ეს თბილისის მზეს და როგორც თვალია გავხლები მდგას არ მოგაცილებთ თავს ჩემსავით ვინგეთ ვისხვა
რომ ისევ მიყარხარ ზეცაში მიდიან ნაცნობი კუჭები ბაღებში ისევ ბულბულის ტყეს თბილსა და საყვარელს თუ გულით ადარებს ეს თბილისის დღეს ცხადი ხარ თუ მოჩვენება ახალი ოცნებით ვიმშვიდებ სულ დამიგარგე მოსვენება კლავში თასიცოცხლებს სურს და ძველი ნაღელი თოვლივით გრება და როგორც თორია გამყლები მდგარ არ მოგაცილებ თავს ჩემსავით ვინგეხვის რომ ისევ მიყარხარ ზეცაში მიდიან ნაცნობი კუჭები ბაღებში ისევ ბულბულის დღეს თბილსა და საყვარელს თუ გულით ადარებს ეს თბილისის მზეს თბილსა და საყვარელს თუ გულით ადარებ მზეს თბილისის დიდებული ბატონი ვაჟა აზარაშვილი მამა თქვენი ბრძანებდა თქვენს ოჯახში ბაბუა მღეროდა არაჩვეულებრივად ქართულ ფოლკლორს მაროთ არხნიშვილთან და ჩემს მუსიკაშიო სუჟღერსო ფოლკლორზე დამყარებული თანამედროვე მუსიკა რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია ვაჟას მუსიკა აი ლილიკოში რა არის ის თანამედროვეობა რომელიც ალბათ დგას იმ ფესვებზე რომელსაც ქართული სამუსიკო ტრადიცია ქვია ლილიკოს შემოქმედებას ანუ ამ შემთხვევაში სასიმღეროს გულისხმობ ხო საესტრადოს თუ გადავხედავთ შევამჩნევთ რომ საკმაოდ ბევრი სიმღერა აქვს ხალხურ მოტივებზე რომელიც მისია მაგრამ არის ხალხურ მოტივებზე და ეს არის მართლა შესანიშნავი სიმღერები. ეხლა მე აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვს ესეთ. ანუ ფაქტობრივად ცალკე მიმართულება არის ეს მის შემოქმედებაში, რაც მე ძალიან მომწონს, ძალიან მახარებს და რაჯობია ამას, როცა ხალხური არ იკარგება. ეხლა მამასთან გავავლებ პარალელს, აი ისევე როგორც მამას შემოქმედებაში რაღაცა ხალხური საფუძველი იგრძნობოდა, ასევე იყო რაღაცა უფრო ევროპული დემოკრატიული მუსიკას და ლილიკოს შემოქმედებაშიც ასეა. აი არის როგორც ესეთი ხალხურ საფუძველზე საფუძვლიდან აღმოცენებული, ასევე უფრო სხვა მიმართულების, არ ვიცი, დავარქვათ გინდათ თანამედროვე, გინდათ განსხვავებული, გინდათ ჩემთვის ორივე მიმართულება მისი ძალიან ძვირფასია და ძალიან საინტერესოა და ორივე მიმართულება ძალიან მომწონს. ასე რომ იცით რა, ეხლა როგორც მაეს ნათქვამს გავაგრძელებ, აი ეს ხაზი გააგრძელა ლილიკომ ძალიან როგორ თქვა, აი ისე როგორც ეკადრებოდა იმ თაობას, ხო? აი ვიზაც ახლა ლაპარაკობ. აი ღირსეული მემკვიდრეულად გააგრძელა და იმიტომ არის მისი შემოქმედება კიდევ ორმაგად ჩემთვის ძვირფასი და დასაფასებელი. ეს ჩემი აზრია და არ მგონია რომ მარტო ვიყო ამ მოსაზრებაში. მაია, ყველა კომპოზიტორს აქვს რამდენიმე შედევრი. მე ვგულისხმობ დიდებულ კომპოზიტორს, რამდენიმე კარგი ნაწარმოები, მაგრამ საზოგადოება მაინც ცდილობს ხოლმე რომ ერთი დაადგან თავზე გვირგვინად. აი თქვენთვის ლილიკოს სიმღერებს შორის არის რომელიმე, თუნდაც იყავით სუბიექტური და გიოს სიმღერა თქვით, აი რომელია ის გამორჩეული, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ მის სიმღერებში? აი ვერ ვიტყვი ნამდვილად, იმიტომ რომ მარტო გიოსი არა. აი ფორტე რომ ღერის თბილისის მზე, მაია რომ ღერის დუეტი. 1-12-13 სიმღერა, ის სხვათა შორის მართლა და ხო არის კომპოზიტორები არიან, რომლებიც წერენ ერთს და იმ ერთით ხდებიან
არიან ესეთი კომპოზიტორები და ან წერენ და იმას ჭრიან და სხვადასხვა სათაურებს. აი ლილიკოს შემთხვევაში ეს არის ძალიან სხვათა შორის კონცერტის მსვლელობის დროს კულისებში რომ ვისხედით და ვუსმენდით ყველა ნომერს აი აღტაცებას ვერ მალავდით, იმიტომ რომ ვაიმე ეს როგორი სიმღერაა, მე შემდეგი ნომერი. და ეს რა თან იცი რა, ჩვენ თვითონ ძალიან მოგვენატრა ლილიკოს სიმღერები და აი მე მგონი ლილიკოზე მეტად ჩვენ მომღერლებს გვინდოდა რომ ეს კონცერტი ჩატარებული იყო, იმიტომ რომ ერთი მეორეზე საოცარი სიმღერაა. რამდენი ნომერი იყო შენ კონცერტზე? 20 ხო? და დამაკლდა ბევრი. აი მაემ დამასწრო, იგივე შეგრძნება გქონდა ჩვენ კონცერტზე რომ ვისხედით. ნუ ეს სიმღერა როგორ გვიყვარს, ეს იყო პირველი სიმღერა და ბოლოს ისე დამთავრდა, აი მართლა ვერ ერთი მეორეზე უკეთესი, აი ჩემთვის ესია, ნამდვილად ერთი მეორეზე უკეთესი. არ ვიცი, ვერ გამოვარჩევ. ჟანრობრივად განსხვავებული, იმ ქალაქური, ბევრი კარგი, არა ნუ ძალიან ბევრი კარგი სიმღერა აქვს. ლილიკო, ჩემთვის ინდიკატორი რა არის, როგორია კონცერტი. ხო, ხშირად მიფხავს და თუ მომღერლების ხედან საგრიმიოროში და თავის დას მეკითხებიან მე რამდენი გამოდიო ესე იგი ის კონცერტი დიდად გადასარევი არა თუ ყველა გამოდის ზის კულისებში და ელოდება თან უსმენს რა ხდება სცენაზე ესე იგი ის ამით სიამოვნებას იღებს ეხლა მაიამ რაც ვისხედითო და ვუსმენდითო ეს უკვე შიდა გამარჯვება რომელიც მე ვცელდება მაყურებელს და ყველა სიმღერაზე მოგონებები გქონდა ნამდვილად გადიოდა ვიდეო კლიპები რომ ძველი რაც მაშინდელი გადაღებული და ეხლა გამოდის თქვა მაია და მერაბი ასრულებენ იგივე სიმღერას ფორტე იმ სიმღერით და ესე და ბევრი კლიპია ლილიკოს სიმღერაზე გადაღებული ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ იმდენად კარგი სიმღერა იყო რომ სურვილი ჩდებოდა რომ ამაზე კლიპიც გქონოდა ბარემ და ძალიან კარგი ფაქტია რომ ეს დაგვრჩა ყველა თითქმის ყველა მომღერალმა გადავიღეთ ლილიკოს სიმღერაზე კლიპი კლიპომანია რო იყო ერთ დროს ფანტასტიკური დრო იყო და როგორ ერთი მეორეზე საუკეთესო კლიპები შეიქმნა და მართლა ძალიან გულდასაწყვეტია რომ ეხლა არ არის ერთი პერიოდი ქართულ თეატრისა და კინოს არტისტებს კინოში რო აღარ იღებდნენ კლიპებზე იყვნენ მიძალებული და ჩანდნენ გადასარევად მაგათით იმ ფორტეს ცნობილ კლიპში სადაც გურანდა და კეთინო კიკნაძე და გოგი ქავთარაძე და ეს ძალიან საინტერესო სცენაში. დიდი მადლობა რომ მოვბრძანდით ჩვენთან სტუმრად. წარმატებას გისურვებ ჩემო ლილიკო და აი როგორი წარმატებულიც იყო ეს ყოფა შენი საესტრადო სიმღერებისა, იგივეს გისურვებ აი ამ საგუნდო თუ ყველა იმ ნაწარმოების შესრულებისას რომელიც შენ დაგეგმილი გაქვს და წინ ელოდება მუსიკალურ საზოგადოებას. არსებობენ კომპოზიტორები, რომლის სათქმელსაც მათი შემოქმედება ამბობს, რადგან ლილიკო ნემსაძეს ყველაფერი აქვს ერთი გამორჩეული თვისების გარდა, ის არ იღწვის საკუთარი პოპულარიზაციისათვის. ამას აკეთებს მისი არაჩვეულებრივი შემოქმედება, რომლის ძალიან მცირე ნაწილიც შევეცადეთ, რომ დღეს თქვენთვის წარმოგვედგინე. კარგად ბრძანდებოდეთ ერთი კვირით გემშვიდობებით.